ვიცი, აი იმ წუთიდან რაც წავიკითხე ეს მართლა პატარა წიგნი, აი ამ განცდებში ვარ, რომ რაღაც ისეთი შევიგრძენი, რაც აქამდე არ ვიცოდი, არ მიგრძნია, არ გადამიტანია და ეხლა ველოდე ეს ჯერ ასეთი გაელვებები იყო თითქოს და ვიცი რომ ის ეხლა დაილექება ჩემს სულში. აი ამ დალექვას ველოდე ეს ჯერ არ შემდგა რა. აი როცა დაილექება, მე უკვე ზეპირად დაგამახსოვრდება, მე შეგეძლება ყოველთვის აპელირება მისით და იმის საშუალებით სხვა რამის გაგება. აი ეს ვიცი რომ აუცილებლად მოხდება და ძალიან მიხარია ეს, იცით, აი თუ არის რაღაც განცდა ბედნიერების, აი ეს არის ბედნიერების განცდა ნამდვილად. მე ბევრჯერ მივიდე იმაზე, რა უცნაური რამ არის ეს პოეზია, აი ეს ცნობილი ფრანგი მწერალი სენტრენი ამბობს, რომ არავითარ დეფინიციას არ ემორჩილება. მართლა არ ემორჩილება დეფინიციას. აი როგორ უნდა განსაზღვრო რა არის პოეზია. კიდევ ასე ამბობს, რომ ის არისო მიმქროლი, მაგრამ მიმქროლი და მარადიული. აი ესეც ძალიან ნამდვილი სიტყვებია, ეს ნამდვილად მარადიულია და ამავე დროს აი რაღაც მართლა გაელვებებია. ხოჩის აბსოლუტურად ადეკვატური მე ვიტყოდი წინა სიტყვაობა აქვს ამ კრებულს, რომელმაც შემდგე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა, აი თავიდან პირველივე სიტყვებით ისეთი კარგია და ისეთი ზუსტი ეს კარგი სიტყვა რა ბედნიერებაა მართლა აი ეს ძველ სამყაროს ძველი წარწერები ინახავდა და ვეღარც ინახავდა ძველ წარწერებს მოჰქონდა ძველი დროის სუნთქვა და ვეღარც მოჰქონდა აი ასეა დაწერილი მთელი ეს წინა სიტყვაობა რომელიც აი სწორედ იმას ასახავს რაც ჩადებულია თურმე დაწუწერები არის ლექსებში რომელიც მე უბრალოდ არ ვიცოდი და რაღაცები მინდა ჩემი განცდები გაგვიყვება და გზად სანამ ჯადო სიტყვას დავეწერდი დავკარგე ვინ ვარ თვე გამიხდება კოლხეთისკენ მოცურავენ არგონავტები არა ოღონდ აქ შესანიშნავია აი გამონატრებით და არგონავტები ციფრად მოულოდნელი რითმაც ხომ ბედნიერება რა უცებ რომ აღმოაჩენ რომ შეიძლება თქვა გამონატრებით და არგონავტები მას გაურითმა ალისფერ ნაწნავს სარკე ოღლესულო ელევა ბრწყინვა თუ დარი დამყვა გამოლოცვით დავიბრუნებ გამონატრებით მაგრამ გზად სანამ ჯადო სიტყვას დავეძებდი დავკარგე ვინ ვარ თვე გამიხდება კოლხეთისკენ მიცურავენ არგონავტები არ ჭირდება რა თქმა უნდა ამას არავითარი ახსნა და კომენტარი იმიტომ რომ ახსნაში რომ არ არის საქმე კარგად ვიცით არამედ იმ სიტყვათა წყობაში და იმ სიტყვათა წყობაში რომლებიც რაღაც იდეებს გაზიარებენ და შეიძლება არც კი ამბობენ იმას რაზედაც შენ ფიქრობ და ესეც არის მშვენიერება ამას რაც გინდა დაარქვი იძინე ჩემო ცისკარო ტყეში ძუნგელი დადის თან სამი ლეკვი დახვება სამი დიდგულა ხვადი რასაც მე ახლა გასწავლი ისიც ასწავლის იმად ცისკრად შრიალებს რიჟრაჟი წვანეთ შრიალებს წვიმა აი ესეც არის მშვენიერება იცით რომ ცისკრად შრიალებს რიჟრაჟი და წვანეთ შრიალებს წვიმა თითქოს ხომ არც გამოხატავს რეალურად მაგრამ სწორედ რომ იმას გამოხატავს რაც მხოლოდ პოეტის სულში დაიბადოს და იქ რომ დაიბადება მე ის შენთვისაც რეალობა ხდება აი ისეთივე რეალობა როგორც აი ის რომ დღეს აქ ვართ და აქ გავართ თუნდაც რომ რამდენიმე ასეთებას რაც უფრო ჩამრჩა თავში იმას აი მაგალითად ეს რაღაც შესანიშნავია რაც არ ხედავდა კედელში ჩატოვებული ბზარი აზიურ მაიდნებს ჩადრებს ტანკენარ მინარეთებს ტყვეებს უყიდდით ფასი სამწუხაროდ არ იყო მყარი ცხენებს ვყიდულობდით ფრთხილად გადმოყვავდა მდინარეზე აი ესეც იცით ეს მინარეთზე და მინარეთებზე და მდინარეზე და თანას მდინარეზე თითქოს სულ არ არის აუცილებელი და თითქოს სულ არ არის აუცილებელი იმის თქმა რომ ეს ცხენები
ფრთხილად გადმოჰყავდათ მდინარეზე. აი იმ დიდ აზრთან ამას არავითარი კავშირი არ აქვს, მაგრამ სწორედ ამიტომ ხდება ის მართლა ნამდვილი პოეზიის კუთვნილება. სწორედ ამიტომ, რომ აი იქ მინარეთზეა და მე ეს კიდევ ცხენებს ფრთხილად გადმოჰყავდა მდინარეზე. აი ეს ცხენები, რომლებიც იყიდეს იმის ფასად, რაც გაყიდეს, არა ტრაგიზმი სულ არის ამაში ყველაფერში, სულ არის ჩვენი კონკრეტული ეროვნული ტრაგიზმი და აი ამას ვერსად ვერ გავექცევით, აი ამის სხვადასხვა რაღაც საოცარი რა თქმა უნდა ეს ბოლო ზღვაოსნობა, რომელსაც მე ჩემთვის ქაღალდის ნავი უფრო მგონია რომ მე მოსათავები ჩემი სუპერკტული განსხვავება და ასეთი თან სულ მახსენდება თაგორის ქაღალდის ნავით სურს წადილთა ზღვა გადავცურო და მავიწყდება რომ ამასაც ქვია თამაში და აი ეს ქაღალდის ნავი აქ რაღაცა საოცრად რა თქვა სამშობლო მხრიდან ეს ხომ მიცურას ამ ქაღალდის ნავით და აი ბოლო სიტყვები არის ასეთი სამშობლო მხრიდან ქარიშხალი დაგვეწია შავად მღუარი შავი ხანძრებით შავი ეონებით ფერფლის ღრუბლებით დადე კიბოსე რა მერე და ნავი იგი სიზმრის თუ არის თეთრი ფურცლისა ქარიშხალი ნამდვილია და ვიღუპებით მე აი ისეთი ტრაგიზმის განცდა მაქვს ისეთ ამასთან დაკავშირებით თან ამაში ჩემთვის ძალიან კონკრეტული აღიარება ესი რომ ქაღალდის ნავი ცურავთ ქარიშხალი კი ნამდვილია და ვიღუპებით და და არ მინდა ასეთ ნოტაზე დავასრულო საუბარი დათო წერიანის პოეზიაზე, იმიტომ რომ მას ბევრად მეტი სიხარული მაქვს და ბედნიერება, იმიტომ კიდევ რომ ის ტრაგიზმთან ასე დაკავშირებულია. დიდი მადლობა.